საყვედური მივიღე კაცებისგან, რომ ჩვენო ჩავხუროთო ვიდეო და მე დავპირდი, რომ გავაკეთებდი გაშლას. ოღონდაც ქალებო თქვენ არ ჩახუროთ, გოგოებო თქვენ არ ჩახუროთ. ეს იქნება გაშლა, როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის, თქვენი პარტნიორის დამოკიდებულება თქვენდამი და არა მარტო ეს. უყურეთ ქალებმაც, კაცებმაც, გოგოებმაც, ბიჭებმაც. ჯადოსნური მაგიური გაიას ორაკულით. მოდი დავსვათ შეკითხვა, პირველი შეკითხვა. რას გრძნობთ თქვენ ჩაფიქრებული ქალისად? რას გრძნობთ თქვენ ჩაფიქრებული ქალისადმი? მე გაჩვენებთ ყველა არკანს. არ ჩვენება არ შეიძლება, ისეთი საოცრება. ნახეთ. თქვენ მისი სახე სულ თვალწინ გიდგათ. მისი გახსენება დიდ ვნებას იწვევს თქვენში, დიდ ფორიაქს, შრიალს. ეს არის ცეცხლი, რომელიც მან დაანთო თქვენში. ხო, შენ ვინც უყურებ, კაცო, ბიჭო. და მე ხარ აქ ამ ცეცხლს. რაღაც მარადიული ცეცხლი დაანთო, მარადიული კოცონი, მარადიული ენერგია შემოიტანა, რომლის ნაკლებობა ცუდად გხდეს შენ გსურს მასთან. ძალიან გსურს მასთან და ჩანს რომ არ ახარ მასთან, იმიტომ რომ ნახე როგორი ღამის ხარია. ტკივილს აგრძნობ, რომ ეს ცეცხლი აღარ არის შენთან. ვეღარ გრძნობ, მხოლოდ მოგონებებია, მხოლოდ ტკივილია. გშლის, ჭკუიდან გშლის, იმიტომ რომ დაკარგე ეს სიყვარული. როგორც ჩანს, აქ ამოვიდა ამბავი დაკარგულ სიყვარულზე. მოდი მაინც ვნახოთ, რა არის მიზეზი ამ შენი ტკივილებისა, ამ შენი ემოციებისა. რატომ ხდა ესე? რატომ? და ისევ ეს არის. აი დააკვირდით. ეს არ იყო, ანუ შეიძლება თქვენ თუ ქალები უყურებთ, თუ კაცები უყურებთ, ვინც ჩაიფიქრეთ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი რიგითი სიყვარულისა. ეს იყო რაღაც აი ის ერთადერთი, რომ იცი რომ ის არის ერთადერთი. ის საოცრება, ის განუმეორებელი. შეიძლება როგორ აგიხსნა, მასზე ლამაზებიც დადიან, მასზე ჭკვიანებიც, მასზე, მაგრამ მაგისთან არავინ არ არის. ის თქვენი ქალი იყო, თქვენ ნამდვილი სიყვარული, რომელიც დაკარგეთ. გესიზმრებათ და გრძნობთ, რომ მასში იყო რაღაცა მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში. თქვენთვის ქალღმერთი იყო, ის რაღაც საოცრება იყო. შეიძლება გვიან მიხვდით ამას, მაგრამ ახლა ცნობიერებთ ამას. და ეს ყველაფერი კიდე იმიტომ ძაფრდება, რომ ბევრი რეინკარნაციაა თქვენთან, ბევრი წარსული ცხოვრებები, ბევრი წინა ცხოვრებები, ბევრი ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილიდან დაბადებამდე, ბევრი ისტორია გაკავშირებთ. მოდი ვნახოთ, ქალი რას ფიქრობს თქვენზე. აი ეს ქალი რას ფიქრობს თქვენზე. საოცრება ამოვიდა. ეს ქალი საიდუმლოდ ინახავს, ღრმა საიდუმლოდ ინახავს ამ სიყვარულს. ძალიან დაფარულად, აი თქვენი ხატება, ისევე როგორც თქვენ მასე, თქვენი ხატება თანსდევს.
და ძალიან ჩუმად არის, ვერავის ვერ უმხელს ამ გრძნობას, ამ სიყვარულს, ან მონატრებას, ეს არის დაფარული, ეს არის ყველასგან დამალული, ჩუმად წერის, ისე რომ არავინ ნახოს, არავინ გაიგოს, მაგრამ მისი ცხოვრების მამაკაცი ხარ შენ. შეიძლება უბედნიერესი ჩანს, იღიმის, ცინის, მოგზაურობს, საოცარ სწორებს, მაგრამ მისი ტკივილი შენ ხარ. მაშინ ტკივ ხარ, თან ისე ჩუმად, ისე საიდუმლოდ, რომ ამის გამხელაც კი ვერ ხდება. შეიძლება ერთი ადამიანიც არ არსებობს მის ცხოვრებაში, რომ გაუმხილოს ეს დიდი უზარმაზარი ტკივილი და მონატრება შენზე. მოდი ვნახოთ, რა უნდა გააკეთო მისთვის, რა იქნება კარგი რომ გააკეთო მისთვის. ეს საერთო ორმხრივი, ასე ვთქვათ, ქვათქცეული დიდი ტკივილი, უნდა ამოხეთქო, ნახე, უნდა ამოხეთქო, ეს საიდუმლოება უნდა დაამსხვრიო, ეს საიდუმლო სიყვარული, თითქოს შენი კარმა, შენი ერთ-ერთი მიზანი, სასიყვარულო კარმა და მიზანი გთხოვს იმას, რომ გადალახო ის ბარიერი, ლეწო ტაძრები კელავტრიანი, ხო, ლეწო დაამსხვრიო და ამოთქვა, რომ მე შენ მიყვარხარ და ჩაკეტო ხელში და გაანთავისუფლო ეს ქალიც იმ რაღაცა ბორკელებისგან, რის გამოც ვერ ამხელ შენ სიყვარულს და ერთად აფრინდეთ, დაივიწყოთ ყველა და ყველაფერი, გააბედნიერო ის. გამოუწყდე რომ გიყვარს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ვნახოთ, არ ვიცი რა უნდა ვნახო ამის მერე, უბრალოდ ვნახოთ, რას გვეტყვის გაია სტარ ამ ყველაფერზე. და გაია გეუბნება, რომ ეს არის ცხოვრების ხე, ზუსტად ის, რაც თქვი, ეს არის თქვენი რეინკარნაციული ციკლი, რაც უნდა დახუროთ, დაასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ მრავალჯერ დაიბადეთ, რომ შეგიკრათ ეს სიყვარული, გაგემართლებინათ ეს სიყვარული, გაფრთხილებოდით ერთმანეთს და ეს არის ბოლო, ერთი აწერია, ბოლო კულმინაცია, ეს არის ბოლო შანსი, რომ გაიმარჯო შენ და სიყვარულმა ერთად. ეს არის ის, რომ ამაზე ოცნება და ის სიზმრები, რაც გესიზმრება, აიხდინო და განავითარო ეს სიყვარული. და ეს ქალიც გამოაღვიძო იმ ღრმა ძილისგან, რომელიც თავის თავს მიუსაჯა, რომ იცით როგორი არის, ცხოვრობს ძილში, რომ არ იგრძნოს ეს ტკივილი და როცა ძინავს, ცოცხლდება მასში შენი სახე და შენი ტკივილი და მოკიდო ხელი და ამ რაღაც მოჯადოებული ტკივნეული წრიდან გამოიყვანო და გადაარჩინო შენი სიყვარული. მომწერეთ რა იგრძენით. იქნებ დაგაფიქრეთ ამ ვიდეო. იქნებ იგრძნეთ თქვენი სიყვარულის კარმა, თქვენი მისია. იქნებ იგრძენით, რომ ესე არ უნდა მოექცე იმას, ვინც გიყვარს და უნდა იბრძოლო, რომ სიყვარული რაინდების ხვედრია და არა შიშარ ადამიანების. ვისაც სურთ ჩემთან კონსულტაცია, ჩემი ნომერია 591233507 და უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. თქვენ კი დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და გამოიწერეთ არხი და ძალიან მაინტერესებს კომენტარები, იმიტომ რომ რაღაც საოცარი გაშლა გამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ საოცარი გაშლა გამოვიდა. თქვენ რას ფიქრობთ?